პროები მოგესალმებით და ჩვენ ვიღებთ მორიგ ეპიზოდს, ვინ იტყვებასი და ჩვენი ახალი სტუმარი, მორიგის სტუმარი არის პატივცემული, ბაცა როგორ არის? კარგი ილუზიონისტი, მენტალისტი და კარგი მეოჯახე ადამიანი ლაშა გელაშვილი. მადლობა ასეთი წარდგენისთვის, რომელიც ჩემი იდეა იყო. ხო, შენი იდეა იყო ნამდვილად კარგი. ჩემი იდეა იყო, რომ გკითხე როგორ წარგადგინო რეგალიებზე მელაპარაკებოდი და ამჯერად გარდა ილუზიონისტისა, მენტალიზმისა და იუთუბერისა, მეოჯახეც გახლავართ. იუთუბერი გამოვიდა. და როგორ დაგავიწყდები? შენ თან თამაშებში მგონია რომ კარგი იქნები, აქედან გამომდინარე, ნახოთ აბა როგორ თამაშებში თუ ტყუილებში კარგი. სხვათა შორის მე გეტყვი რაღაცას, რა ყველა გქონია რომ ესეთ რაღაცაში ანუ ყველაფერს გამოვიცნობ ან მარტივად მოვიტყვები და ასე არ არის რა. თამაშის დროს ვარ ძალიან ბოდიში რუსული ჟარგონისთვის ჩესნი. აი თამაშობ ყველა ვარში და აზარტული ვარ რა და თუ რაღაცა ასე ვთქვათ გამოვიყენე შესაძლებლობა რომელიც შეიძლება ჩემი მხრიდან იყოს, მაგრამ ეგ არ მეყვარს. თუ იცი ასე რომ მოიგებ აზრი არ აქვს. ამიტომ მუღამით პატიოსნად ვითამაშებ. იცი რა არის? შენ როცა პირველ ჯერზე შეჭამ დაბომს. მან ჩესნობა გაქრება ძამებში. შენი პატიოსნება კი. ნახოთ შეიძლება, რა ნახოთ შეიძლება. ნახავ მაშინვე რა. თქვენ ამასობაში ჩვენი არხი გამოიწერეთ და ჩვენ დავიწყოთ უკვე პირველი რაუნდი რა. დავწეროთ პასუხი. ასევე ბოდიში მაყურებლებს რომ ასე გამოცხადდით დღეს გადაღებაზე, წვერი გავიპარსე და ბავშვი ტრაქს მიგავს სახე. და ძალიან ცუდი კომენტარები დაიწერა ჩემს ინსტაგრამზე, მაგრამ რას ვიზამთ? ზოგმა მითხრა გრუს გავხარო, ზოგმა მითხრა პიტერ გრიფინს გავხარო. თქვენც დაწერეთ კომენტარებში ვიზგავარ. არ მეწყინება. და 20 ლარსაც თუ დაამატებ, ვიქნები. ჩემი არის ნარკოტესზე შემოწმება რა სიხშირით ხდება? საჩუქრები დამიბრუნე. აქ დროებით და მე რა ვნახოთ. Easy peasy, GG. ყველაზე ცუდი რამ, რაც შეგიძლია თქვა სამსახურის გასაუბრებაზე. რა საჩუქრები უნდა დაგიბრუნო? ან ბონუსები იგულისხმება ადამიანმა, რა გაცინებთ ხო, რა პრობლემაა? პირველად მიხვედი. 13 ხელფასი და რა თქმა უნდა, ხო, ეს ლატარიასაც თამაშობთ თუ არა და ასე შემდეგ. გასაუბრებაზე რომ მიდიხარ პირველი და საჩუქრები უკან დაიდოს ბიჭო. შენი კითხვა მევხვდები უკვე რა იყო, მაგრამ შენ რა გიწერია? მე აქ დროებით და მე რა ვნახოთ. შენიც კაია და შენი 20 რა? და 20 ლარიც დაამატეთ და იქნები. ხო, რავი, მე მგონი ძალიან მარტივად პირველ რაუნდში ძალიან მარტივად გაივლის. ის მაინც ამოწმს და კიდევ. კარგი, 3, 2, 1, მიშა. ხო, რა თქმა უნდა. მიშა, რა იყო შენი კითხვა? ყველაზე ცუდი რამ, რაც შეგიძლია უთხრა გოგოს დაშორებისას. საერთოდ გარ უნდა უთხრათ. კი, გეთახმები სავსებით. სხვა ჩემი ყველა გასაუბრება ეგეთი იყო სხვათა შორის, როცა მივდიოდი ტყუილების მეცას ვამბობდი. და კი ავყავდით სამსახურში. გამოიწერეთ ლაშას, მე ეჭვება ხა ჩვენ ხა ვინმე ისეთი გვიყურებდეს, თუმცა ჩემი არხი გამოწერილი არ აქვს, მაგრამ თუ არის ვინმე ასეთი, გამოიწერეთ და მოდი მე დავიწყებ. არა, მაგრამ დავფიქრდებოდი. გააჩნია როგორ? კი. კითხვა რა იყო? დაარტყამდი თუ არა ბავშვს $1,000,000. მე მგონია რომ ამ ორისგან იქნება რომელიღაცა რა. ჩემი ამბავი ერთი წამის შე რა გიწერია? არა, მაგრამ დავფიქრდებოდი. რა არა ბიჭო? არა, დავფიქრდებოდი. აი, რა არა ბიჭო. ანუ მე ვიფიქრე $1,000,000. ჩვილი ბავშვი ვიფიქრე მე. არა, ბავშვი არის 14 წლამდე ბავშვია ოფიციალურად. ხო და ეგრეთ 14 წლისას გავიგდებ თუ გინდა $1,000,000. არა, გავიგდებ. მაგრამ დავფიქრდებოდი, ანუ ეგ როგორი პასუხია, იცი? ანუ არ არის ეგ პასუხი. თუ ამბობ არა, შენ ამბობ რომ აი დავფიქრდები, მაგრამ ბოლოს მაინც არ დავარტყავ. ზუსტად. აი ცოტა. მე აქ ვიგულისხმე რომ გააჩნია როგორ დარტყმას არის. თუმცა შეიძლება ეხა წამოვარტყა და მე ერთი 100,000 მივწე და ის ბავშვი მაგბავის მეც აქვს არ და კონკრეტებული არ იყო, ხო, აი წამოვყვა რა. ეხა კარს მიგმა, ეს 15 წლის რო არის. ხო. ეს რო ცემო და 100,000 რომ მისცე. 100,000 რო მივცე. ხო იქნება თანა. არ მოვიღე. კლას არა მოვიღე. ხო და ანუ ცემაზე არ იყო საუბარი. დარტყმაზე იქ. დარტყმა, ხო. ხო, მაგრამ ცემაზეც არ იქნება ბევრი უარზე 10,000 თუ აძლევ. რა გიწერია? შენ ორიოს კი გიწერია? უფასოდ წებებ მე შობლები. კი მწერე. აი რატო დაარტყავ? ხო. რატომ არა? ამით დავითხოვ ჯერ. აი პატარა ბავშვი რომ მოგიყვანონ და არა, პატარა ბავშვი არ მაინტერესებს საერთოდ. პატარა ბავშვი ბავშვია. კონკრეტული კითხვა იყო ბავშვი. ხო, მაგრამ მან არ იყო. ვიცით რამდენი წლის არის? კონკრეტული ბავშვი არის რა? ვიღაც ბავშვი. ახლა კაკრას მან არ იყო კონკრეტული კითხვა. ბავშვიო. ხო, ბავშვი. ახლა რამდენი ბავშვი გვიყურებს? ხო, ეგეც. დაწერეთ კომენტარებში ვინს გინდა არ მგონია თოთო ბავშვი ვიყურებთ. ხო, თოთო არა, მაგრამ ვისაც განვიხილავთ და ხო და დარტყმის ძალაც ანუ აი ეგრე არ და მე მგონია რომ ამ ორისგან არის. ახლა ორივეს კი ისეთი კი არის რა რომ გიო, შემოვხედე თვალებში და მითხარი რომ სესხს მოიშორებ. ბევრ პრობლემას მოაგვარებ მაგით. და ბავშვს დაარტყამდი?
მე ჩვილი ბავშვი ვიგულისხმე ხა, თორე ამას კიდევ არ ტყავდი. ამას დავარტყავდი და 100.000-ად მივწევდი ზემოდან. ჩვილი და ეხა სამშობიაროში არა. ეხლა აქ შენ მგონია რომ მე უნდა გამოვიცნო. ანუ გეტყვი. მიშა შეგას მიშა გეტყვი ერთს. მიშა გამკეთებელი არის. ეს მოხუცას ეჯახებოდა უფასო დრო რა. შესაბამისად, ხო და მე მაგიტომაც დავწერე, იმიტომ რომ არ დაიჯერებდით ჩემ არას. მე გავრისკავდა კოსტას დავადებ. აი ხა მოდი კითხვა მაქვს თქვენთან. აბა ნახე, ანუ თქვენთვის ახლა ვიღაცა ხომ უნდა იყოს იმპოსტერი. თქვენ ვინ გონიათ იმპოსტერი? მე გიორგიზე ვარ დარწმუნებული 100%. დარწმუნებული ხარ გიორგიზე? რომ $1,000,000 ჩვილ ბავშვს წაუთაკებდი. იმას არ ვამბობ ახლა რომ ცემდა ან რაღაც და ჩვილს რა წაუთაკებდი გიჟი ვარ და. ეს მანიაკი ხარ მგონი ვარ რა წაუთაკებდი. ლაში შენ რა არა, ცუდი ადამიანი არ გონია. გააჩნია როგორ ძალა იგულისხმა რა. ხანო იქ დარტყმა შენ თვითონ უნდა განსაზღვრო როგორ რა. არა ეხლა შენ რომ ის ადამიანი დაახასიათე რომ ბებრებსაც ცემსო. მე მჯერა ის რომ დაარტყა. ცემსო არა კაცო მე ვთქვი თქვა ვიდეოში რორამეო მანქანით ვიძახებია ხო? ხო რატო თქვი რატო არ მაქსუსაზე თქვი ეგ მაგრამ რაღაცა ეგ მეც არ მახსოვს. გიორგიზე რას ფიქრობ? ჩვილი ბიჭო, ჩვილზე არა კაი, ასაუბრო, შევიზეთ ჩვილი არ ყოფილა კითხვაში. ეს რატო არ მგონია, იცი? შენ რო იყო იმპოსტერი. ეხლა ძალიან დიდი შეტევა წავიდა გიორგიზე, ეგრევე ამყვებოდი რა. იმიტომ მე მგონია რომ შენ ხო, არა, სწორად ფიქრობ, სწორად. ამიტომ ისევ ეს ორი დამრჩა რა. და შენ რატო გეცინება გიორგი? იმიტომ კარგად თამაშობდა მაგით. ხო რა, კარგად თამაშობ. შენ ზოგადად ვინც მოდიან, ისე თამაშობენ რა. ან ცუდად, ან ძალიან კარგად და კარგი მოთამაშე ერთი უკავდა მე მგონი მაგ. მე დარწმუნებული ვარ კოსტა აიპოსტა. მაშინ შენ მიეცი კოსტას. მე და კოსტა მიეცი. გიორგის და ჯეირანი ითამაშა და 3 2 1 კოსტა. აი მოდ ჯეირანი ერთად. აბე მაიც შევა გიორგი იყოს. ჯეირანი. 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 შენ იკავე? ხო. აბა რა. ზვაგაც დაარტყამდი თუ არაო, ეგ იყო ჩემი კითხვა $1,000,000-ზე. გამარტი. ზვაგაზე აღგებოდი ეხა ვეაგერ და უპრობლემ. მოდი. $1,000,000 გააძღეს და აქ მოვაწყობს მე სასწაულს. მგონია რომ ძმაკაცი დაგარტყავდა შენ თუ არ დაარტყავდი ზუსტად ხო, ზუსტად. მარტო მე ვარ თან ბავშვი. ეგრე გამოდის. ხო, ასე გამოდის. შელიბონი. შელიბონი. სუში. ციციბურა. სტეიკი და პიურე. კითხვა რა იყო? აპოკალიფსში რომ მხოლოდ ერთი საჭმელის ჭამა შეგეძლოს, რომელიც აირჩევით? რა შელიბონია. შელიბონი. რა აუცილებლად შელიბონი იქნებოდა. რატო? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს შელიბონი. და აპოკალიფსის დროს ერთადერთი საჭმელი და თელი ცხოვრება საჭამ შელიბონია. არ ვიცი ხა თქვენ რამდენად ხშირი მაყურებლები ხართ ჩემი, მაგრამ ჩემო მაყურებელმა იცის რომ მე ძალიან მიყვარს ტკბილი და შესაბამისად ჩემი ბავშვობის საყვარელი ტკბილი არის ჟელიბონი და ანუ ჩვენ უფრო გვეტყობა რომ ტკბილი გვიყვარს. ვირა შენ. ნახდად გვიყვარს. ეგ ნახე მე ტკბილი მიყვარს, მაგრამ ვარჯიშიც მიყვარს, მიხვდი და შესაბამისად ვაკომპენსირებ ამას. არ მჯერა, არ მჯერა. აწვი ამჯერ. თუ შეიძლება მაგის იმჯერა, მაგრამ მაგის იმჯერა კაცო, მაგრამ აი ჟელიბონი რო არის. თან კითხვა წაიკითხა. ნახე უყურე როგორ რაღაცა. კითხვა წაიკითხა და ხედავს. აპოკალიფსის დროს. ან თელი ცხოვრება უნდა ჭამოს და მე მგონია რომ თქვენ ძალიან არასწორი მიმართულება გიჭირავთ თავიდანვე, იქიდან გამომდინარე რომ ჯესტი აპოკალიფსში საჭმელზე რო არის საუბარი, საჭმელს მაინც მოიპოვებ. აი ტკბილს ვეღარ მოიპოვებ. აუ. აქედან გამომდინარე წავედი ტკბილზე. ჩემი ბავშვობის საყვარელი საჭმელი სხვა რაღაცაა, მაგრამ დღესაც ეგრევა ბავშვებს ჟელიბონს რო ვყიდულობ, ერთსავ შეკვრას ჩემთვის ყიდულობ. შეიძლება მესმის რომ არ დაიჯერო, მაგრამ ჩემო მაყურებელმა იცის რომ ტკბილი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ჟელიბონი. და განსაკუთრებით ნიანგები რო არის, აი ფერად ნიანგები, მაგაზე მოკლედ ვიждებ. მე ის კარგი არ წარმომიდგენია, ყველაფერი ინგრევა, მეტეორები ცვიება და ლაშა მის. არა, მაგ დროს რა უნდა შეჭამო არა, ეს უფრო ზოგადად? პოსტაპოკალიფსური თუ რა შეჭამო? პოსტაპოკალიფსური. ნახე, ბევრი რაღაცა შეიძლება რომ და კაი, თქვენ რა გაქვთ ერთ წელს? მე ჩემზე რატო ლაპარაკობ? მე არ ვარ იმპოზე, ტყუილად ხარჯავ. ცოტა გადავერთოთ. წელს რა. სუში მიწერია. სუში, მე? კაი, შენ რა გიწერია? სტეიკი და პიურე. და შენ გიწერია? ახო და რა წინწიბურა მეღადა. აუ, ჩემზე ლაპარაკობ, რომელმაც ტკბილი იფიქრა? აი, გისმენ. სულ ლაპარაკობ, აი გიო იცის უეჭველი, რომ ერთადერთი საჭმელი არის ჩემ ცხოვრებაში. ციციბურა, რომელიც არ ანუ ყოველდღე ვჭამ. არ არსებობს. იმიტომ რომ მაინც ანუ აპოკალიფსშიც მაგას შეჭამდი, კაცო? ანუ მე ვფიქრობდი რა, აი ვერაფერი. მაინც ვერ იკლებ. მე მგონია რომ ამას ქონდა არა, იმას უყვარს. ჩემი აზრით, მე არა, ნახე, ჩემი აზრით, ბიჭო, უყურე, მაგრამ შეიძლება ვწდები. ნახე, მე არ ვამბობ რომ შენ ხარ რა, მაგრამ
ეხა ამას შენც აგახსნევიებ სუშზე რა. მე ხო თქვენ კარგად იცნობთ ერთმანეთს რა. ამიტომ გიომ კარგად იცისო, ამის აზრით მაინტერესებს, მაგრამ შეიძლება შენ მქონდა პირიქით, რომ აი რას არ შეჭამდი, რადგან თუ შენ ყოველდღე მაგას ჭამ. ხო იცი კიდევ. აი გონებრივად რატო უნდა იფიქრო, რომ ყოველდღე მაგას ჭამდა? აპოკალიფსის თუ მოხდა, მაგას შევჭამ პირიქით რა. ალოგიკური ადამიანია. აი გზე წახვალ რა, უეჭ, აი სუშიც ბიჭო, უცნაური სუში არის ძალიან ბევრი სახეობა. მე მაინც მეგონა რომ ტკბილს დაწერე. მრავალფეროვანი. ტკბილი მინდა კიდევ შემომხედე რა მხელა. არა ბიჭო, შენ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ აპოკალიფსის დროს ხო დაიკლებუე. ანუ მოდი მე ბროებს მიმართავ ასე რა. ბროებო, ჩვენ ხო გვაქვს ის ერთხელ ერთ რაუნდში სტუმარს ვწირავთ. ანუ იმიტომ განსხვავებული არის. და განსხვავებული ხანარი ვწირავთ. ოზის ხო გავწირეთ წინა რაუნდში. და შეცდით? არა, მოვიგეთ. არა, ამას ვერ მოიგეთ. ხან უსამართლობა იქნება, ახლა შენ რო არ გაგწიროთ. ხო. რატო იქნება? ოზისთან იქნება უსამართლობა. მე თვალებს ვეღარ ჩავხედავ. მოდი გავწიროთ ახლა ეს ადამიანი. მე თანახმაა. ბიჭო, ეს ეგრევე თანახმაა, ბიჭო, იასნია, ციციბურა უწერი, აი გავაჩეროთ, ქუჩაში გავაჩეროთ და 10-დან რამდენი ადამიანი იტყვის, რომ რუდელი რო ყოფილიყო ან რაღაც. მან უნდა აი ისეთი რაღაც უნდა გეწოროს, რაც შენ გიყვარს რა, აი. ხოდა ციციბურაზე მეტად ან შენ არ ბიჭერა, ბიჭო, არაფრის გემო არ აქვს ციციბურას შენ. ვიცი, აი არა, მაგრამ მე მართლა უყვა, დათქვამი აქვს ჩემთვის, რომ გიждდება. ბიჭო, ანუ ბაზარი მე ხა მე რომ მომცეთ ხმა და მე ხო ვიცი ვარ იმპოსტერი, მაინც მევჭა? არა, შენ არ ჭამ. ხო, აბა მაშინ მომეცით ხმა, რა პრობლემა. არა, შენ ჭამ, კი. მოკლედ მე ჟელიბონზე ვერ გადამარწმუნებს ვერავინ, რომ ჟელიბონია. კაი. 3 2 1 ვაშა. ციციბურაო. ვაშა. მე არ ვიყავი. ციციბურა იყო ჩემი. მე არ ვიყავ. მაშინ შენ იყავი? ვიყავი? არა, ჟელიბონი იყო, იასი. რა ჟელიბონი, მე გადავებით შენ. ბიჭო, ისე უ, გაიძახოს. ჩემი კაი რა. აგა ბიჭო, ძალიან შესწლივა რომ ვერ მეთხოვები ხოლმე რას. ამის გოდიში მოუხადე, მე გადავები ან საზუსტავი რომელიც ძალიან მოგწონს, მაგრამ აღიარება გიტყდებაო, ჟელიბონი ძალიან მოგწონს. კი აღიარე, ეგ ასე დიდი სამით რომ ძალიან გიყვარს. ეს ხელი არის, ის ხო, მაშინ ხელი ესა. ეს მარტივი არის. აი ეს არის საზღვრობა რა, ეს. რა? ვაშა სამ შენ ფიქრობ. რამდენი გამომწერი უნდა ყავდეს იუთუბერს? რომ შენს გადაცემაში მოხვდეს. მეგობარს აინტერესებს. ჩემს გადაცემაში მოხდეს? ესე კონკრეტული არა, ალბათ 100,000 პლუს. აუჩი. არა, კაიხანი ვერ არა, კონკრეტული არა. კაიხანი ეგარ ვიქნებით ვაშას. კითხვა ფილმები როკ-ენ-როლი. გეიმინგი. გეიმი. Airsoft-ი. ცხენოსნობა. კითხვა რა იყო? რომელი ჰობი არის გოგოსთვის წვანი დროშა? Green flag. ხო, რომლი დავიწყო იქ. რომელს ვეცე ხა პირველი ფიქრო. გეიმინგში რაღაც ხრი ვეთანხმებით. მეც. ცხენოსნობაშიც რაღაც ხრი ვეთანხმებით. ფიქრობ სადაც სექსუალური ხო? გოგოსთვის უფრო red flag-ი არ არის? ცხენოსნობა? არა. გეიმინგი? გეიმინგი? დღეს რატო არის red flag? გეიმინგი ზოგადად არ არის red flag-ი ამდა. გოგოსთვის მით უმეტეს არ არის red flag-ი. დღეს გეიმინგი გოგოსთვის და გოგო პირიქით შეიძლება იყოს უკვე. იმდენად ბევრი გოგო თამაშობს, ხო არა? ეს ბიჭისთვის უფრო გეიმინგი. შენ თუ გიყვარს გეიმინგი, საკითხავ ეს არის. ეხა თამაშობდა იმას. თამაშობ ამას? წუში. აუ, მაგას ვერ დავმოღამე. მეც ვერ დავამოღამე და არ და აი გაგიჟებულები არიან. მე ძალიან მომწონს. ორჯერ დავიწყე და ორჯერვე ამას ბევრი რაღაც ამას ძალიან ზოგადი უწერია ბიჭო. რომელიმე რომ მითხრას და რა როკ-ენ-როლი და რა ანუ როკ-ენ-როლში ის ვიგულისხმენ, როკი ვიგულისხმენ. ბევრი რატო გიწერია? ფრაზას აი მოვა. კითხვა, მერე კითხვა ფილმები და როკ-ენ-როლი. რა როკ-ენ-როლი ჩა. ანუ როკ-ენ-როლი პროსტა იმითო დავწერე, რომ ბევრი შემიძლია Airsoft-ი? ესე თუ ევასება, ბევრი საერთო გვექნება მე ესე დამატებოს. ცოტა უცნობია. Airsoft-ი ძალიან სპეციფიურია. აი ცერა მე ვთამაშობდი ერთი პერიოდი ძალიან ხშირად Airsoft-ს რა. მერე? იარაღიც მაქვს რა და ზოგადად Airsoft-ი კი არა. მოდი დავაკონკრეტებ. გოგოს რო იარაღი და სროლა ივასება ძალიან თემა არის და რაღაც ერთად მაგალითად Battleground-ში წასვლა სროლა, ან ღია სივრცეში სროლა რა. რომ ნამდვილი იარაღის და თუ Airsoft-ს ევასება ხო ძალიან მაგარი არის. ანუ ჩათვალე გეიმინგის განვითარებული ვერსია. ხო, გასაგებია, პროსტა ძალიან სპეციფიურია. კი, ძალიან სპეციფიური რახან არის. ეგ უფრო უნდა დაგაფიქროს, რომ ანუ ძალიან ისეთი ანუ კონკრეტულად უპასუხე. შენთან არ მაქვს პრობლემა. იქეთ რა ხდება? სროლაზე არ გიждდება, მაგრამ Airsoft-ი მართლა უყვარს. რა სროლაზე? აი, მაგას როგორ იძახი, რომ სროლაზე არ გიждდები? ბიჭო, იშვიათად ისვა. რანდა ირა სულ დავდიოდით მე და აუ, კი, არა, ხო და მაგას ვამბობ, Airsoft-ი უყვარს, იარაღიც იყიდა. და დადიოდა კიდევაც იქით რა ხდება? იქით არ ვიცი. ცხენოსნობა არის safe. ცხენოსნობა. აი, ძალიან safe place-ი არის. აი, მაშინ მზად ვარ. ჩემ თავზე აი, მაშინ ვიგებ. მზად ვარ.
თუ შენ თუ გეიმინგზე არ გვისრულებ ეხა? მე ეხა თუ მაგაზე ფიქრობ, არი ფიქრო. მაშინ რა ვიცი. მე მზად ვარ. ბოდიში ხო, აი. უკვე დავამუღავით როგორ იტყუება და. ხო არა, ეგ დღეს მე მგონი ამ რაუნდში არ ეთყობა. მეღარ დავებდი. ამ რაუნდში თუ იტყუება, მაშინ ისეთი კითხვა ქონდა, რაც გეიმინგი აი, ერთი კითხვა მაქვს. კოსტა, შენ ვიზე ფიქრობ, ერთი ხელი დაადე, პროსტა მაინტერესებს. მიშაზე, მაგრამ ბევრი არგუმენტი არ მაქვს მიშაზე. გასაგებია. 3 2 1 კოსტა. მიშა არ ვიყავ მე იმპოსტერი. ლაშა იყო მაშინ. აუ, ბიჭო. ხო გითხარი. ეს ჩესნი ვარ. ანუ ჩესნი მაგრამ აზარტული ვარო, ეგ მაგით დაიწყო. თქვი. აი, იყო შენი კითხვა. ანუ პირიქით რედ ფლეგი იყო რა. ხო გიხარ ეგრევე. და მე გავიძახოდიო გოგოსთვის. და რამდენხანს ილაპარაკა რა გოგოსთვის რედფლეგიო კაცო. ბიჭო, გეიმინგიო ჩემ. რატო არის გეიმინგი, რედფლაგი გოგოსთვის მოდი ჯერ ხა. ბიჭო, ნახე ძალიან ბევრი ესე არ ვიცი რა, რომელი რაღაც რო გითხრა, არაფერი არ მომაფიქრდა, ძალიან ხშირად მხდება ხოლმე Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზეც, აი მაგაზე ღადაობა ვიდეოები რო არის, რა ტიპი რო თამაშობს და ეს შეყვარებული დგას და არაფერს რო არ აკეთებს და რო შედის და ის რო აგდებს და კარებს რო კეტავს და ეგ ბიჭზე. ხო და გოგოსთვის მე რა ვიგულისხმე, იცი? აი გოგოს მხრიდან red flag-ი რა არის, მე ეგ დავწერე. ეგ დაწერე? ხო. თქვენ ამასობაში გთხოვთ გამოწერეთ ჩვენი არქი. ერთი წამი უნდა. შენ როგორ გაიძახი არქის გამოწერა? ან განსაკუთრებული თქმა. მეგობრებო, იმ ხელაშ რომ არის ჩადებული, გულწრფელად გეუბნებით ამ ყველაფერში, იმდენი ტვინის ჭყლეტოა და იმდენი ღამის თენება, რომ თქვენ უბრალოდ ეგ რო იცოდეთ და რო დააკავშიროთ თუ თქვენი მხრიდან ერთი წამის უბრალოდ მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით ეს ყველაფერი კი არა ბალანსდება, არამედ 100 მაგ მოტივაციას აძლევთ. YouTubers, აი, არც კი დაფიქრდებოდეთ. აი ესე დააჭერდით და არაუშვერდით ხელს მაუსის მარცხენა ხელს. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი მეგობრებო. საგემლი მომადგა დედას მიცავა. ეს ამოუჭრა. და ყველა გადაცემაში ჩავსვა. აი ეს ამონათება რო გააკეთო. ხო, ეს ამოდის ლაშა და მეგობრებო. ხო რა გადა. ამის მერეც თუ არ გამოგვიწერთ და რა ვიცი. 12 6-7 6-7 9 კითხვა რა იყო? რამდენი წლის იყავი, როცა გაიგე რომ თოლის ბაბუა არ არის. მე ცოტა გვიან გავითარდი ბავშვობაში. 25 წლის. აი 25 წელი რო წერო და დაგიჯერე ძო. 12 წლის ვიყავი და ამ დრომდე არ ვიცოდი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. და მე გავიგე. რაც ცოტა ისეთია, მაგრამ 12 წლის ასაკში მე ისტორია მაქვს სერიოზული. აბა გისმეთ. მოყოლილი მაქვს დაშე პროებში. 9 წლის რო ვიყავი, მოვინდომე ძალიან ისეთი რაღაც, რომ მითხეს არ არსებობს სულ თოვლის ბაბუა. ფერარის ბოლიდი მოვინდომე, ჩხილებში მივაწარე ნამდვილი და პისტოლეტი და იმასაც ჩხილებში მივაწარე ნამდვილი და კონსტანტინე ჩიჩუა 9 წლის. მესე. და მითხეს რომ სულ შენ 9 წლამდე ეს მოყოლილი აქვს ნახდათ? კი. მაგრამ ასაკი არ მახსოვს როდის იყო. ასაკი მეც არ შეიძლება 11 წლის ასაკში იყო და შეიძლება რო უნდა რომ მიუახლოვდეს 12 წელს შეიძლება 17 წლის ასაკში იყო. 17 წლის ასაკში ვწერდი. ბიჭო, მე ვიყავი დაახლოებით ამ ასაკის, როცა დავინახე როგორ დებდა მამაჩემი ნაძვის ხის ქვეშ სათამაშოებს და მაშინ მქონდა შოკი მქონდა იმინ. აი რაღაც რომ დაგენგრევა, ხო იცი, მაგრამ მე დავაფასე ასევე მშობლის დამოკიდებულება, როგორ ფიქრობს და ზრუნავს თავის შვილზე, რომ ის ემოციები აჩუქოს რა. შენს ეგრე უდებს აჩუქრებს? კი, ეგრეც და ვაკაკუნებთ და თელ სპექტაკლებს ვდგავთ ხოლმე. ეხლა დიც უკვე ვეღარ ვაჯერებთ, იმიტომ რომ ისიც 7 წლისაა, მაგრამ პატარასთვის კი ჯერ მაგრამ მუშაობთ კი. ეგ არის ძალიან კაი ტრადიცია მე თუ მკითხავ და ის ძალიან საყვარლობა არის და მე გავიგე როგორ იცი? მე გავიგე. აბა სკოლაში. კაი. სხვა მითხრა ხო იმინ. ყუში გაგიყვანა და ყუში გითხრა. კლასელმა მითხრა რომ აი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. აი იმ ბაბუას უნდა რომ ხელი დაგარტყას და მე $1 მილიონ დოლარს მე 7 კლასში რა, ანუ რომ მე 7 კლასში ფიზიკის სწავლას რო იწყებს ადამიანი, ამ მაგში გაიგო. მაგ დროს გაიგო და თოვლის ბაბუა არ არსებობს. ფიზიკის მასწავლებელმა უთხრა. გაკვეთილი ხო არ ქონდა. გრავიტაციაზე რო იყო, გაკვეთილი მაგ დროს გითხრა. გრავიტაციაზე რო იყო საუბარი, მე მივხვდი რომ ეს ირემი ვერი ფრენდა რა და აი ეხლა ერთი კითხვა, ეხლა ხო უკვე ცხარეის соуსზე გადავედი. გიორგის აინტერესებდა რა. კი. ბიჭო მე რატო ვჭამ პირველი რა? ვერთო რა 12 ამიტყდა და მეწერა რაღაც. რა კითხვა ქონდა? არაფერი 6-დან 15-მდეა და. აუ. ისე ხო ბავშვები თუ გიყურებენ თოვლის ბაბუა არსებობს კი? ცენზურა უნდა დაადო. ლოყის მხარეს რო არის, არ გეწვის რა.
ბანძილავი ჰაკია დაიკიდე. სახლი. სახლი. Manchester United-ს. ვერტფრენი. Nvidia სტილს. კითხვა რა იყო? ლატარია რომ მოიგო პირველი რას იყიდი. შეაგიძელი ბიჭო. ვერტფრენი. ეგ იმიტომ დავწერე რომ ჩვენ მქონდა მაგის გამოცდილება და ეგეთი სიამოვნება არ მიიღია, რავი, წლებია და მაგის მერე რომ მივიღე, შენ მაგ ვერტფრენს იყედე? და შენ არა, იმენა ანუ მაგას. სამხედრო ვერტფრენი იყო ეგ ანუ. არა, რა, ჩვეულებრივი ვერტფრენი კაცო. და სამხედრო მარტ სწავლას ისავლიდით არება? მოდი მე ეს რაღაცას ვიტყვი. სხვათა შორის ხა მე სანამ დავწერდი ვერტფრენი მე გავიფიქრე. მართლა. და მე არ ვამბობ რომ შენ იმპოსტერი არ ხარ. მაგრამ ამ კომენტარით მე უფრო არ ვარ, იმიტომ რომ დაგიცავი რა. ესეც რო ეს გაითვალისწინე. ორმაგი ბლეფი ხო შეიძლება იყოს. ხო და ესეც გავითვალისწინე. ეხა ერთი კითხვა მაქვს. არა მე ძალიან პრაგმატულად ვიფიქრე, რომ სახლი უძრავი ქონება, რომელიც არის საუკეთესო ინვესტიცია. ავდგები ეგრევე რამდენი სახლიც არ უნდა მქონდეს, მაინც სახლს დავამატებ. კარგი პასუხია. სახლი, აი მარტივად რა. Nvidia-ს წილიც კარგი პასუხია, მაგრამ მაგრამ ლატარია ზოგადად მთლიანად რომ მაგას ხო და ხარჯაო. რატო გენერირდება ეგ პასუხი? გეტყვი. მაგ კითხვაზე ვერ ხვდები. ყველაზე დიდი კორპორაციაა Nvidia ეხლა. ყველაზე მომგებია. დიდია? ის შეიძლება დავგუგლო? კი, დავა ChatGPT-ო. ახლა გადავიგე ვიდეოს სხვათა შორის, რომ მოგებით პირველ ადგილზე არის რა. ეგ ბოლო ნახია. ბევრი წელია. ახლა მოდი Manchester United-მა რომ გადმარტოს და მე არა, Manchester United დღეს რამ მდგომარეობაშიც არის, შენ ახლა 20 წლის უკანდელი Manchester United-ი გასაგები რა. Liverpool-ს აუ, მოუგო ერთი ხელი გუში რომ მოიგო, ხო? Liverpool-ს ახე გავათალეთ. და მორჩა, მაგიტო დაწერე? ეს ვიდეო რომ ეს დაიდება ალბათ 2 კვირის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით. და მე როცა ვიყიდი გუნდს. შენ Manchester United-ის. ხო. როცა ვიყიდი გუნდს, ავაყვავებ გლეიზერებს გავუშვებ, ამიტომაც მარტივად რა. ლატარიაში რამხელა თან ხონდა მოიგო. მე არ აქვს მნიშვნელობა უყურე, კითხვა არ იყო, თან არ იყო დაკონკრეტებული. რას ფიქრობთ ამაზე? 3.5 მილიარდი გერს ვიცი. United-ს კი. 3 შეიძლება გვატყუებდეს, მაგრამ უოჭველი იყიდი. 3.5 მილიარდი გერს ლატარი არ მაინტერესებს, ამდენს ვიგებ, არ იყო კითხვა და კონკრეტული ლატარია იყო. ვიყიდდი ემიუს მორჩედან. მე გავრისკავ პირდაპირ თქვი უყურე, ვაბანკზე მივდივარ და მიშას ვადებ ხელს. აი, ამნაირად. სახელი ძალიან კაი პასუხია, აი ვერტფრენი რატომღაც პირველი შენ ვერტფრენს არ დაწერე, იქნა გამნიარი რომ გიორგი ავირჩიოთ რა და ვაჭამოთ კიდევ წყალს. არა, გიორგის ვერ ავირჩევ, სინდისი არ მომასვენებს. 3, 2, 1, მიშა. მიშა. კარგი, ეს ორი დამაშით ისე მიჩი. აი, მოდი მიშა. ჯეიგანი. მომიგე. არ ვიყავი იმპოსტერი. იმიტომ რომ მე ვიყავი. ანდავა. ჩემი კითხვა პირიქით იყო. რას არ იყიდი? აი, გავითვალისწინებთ, მაო და უფრო თხილი ვიქ. ანუ მართლა მეგონა რომ თქი ამ ორიდან ვის წააგებს ჯეირას და მე წყარაბშივად შვიდაც ის ასე რომ რა მოხდა იქ არა ფთხილად რასი. მე ჩვენ აქ რომ ბევრად დაუნდობელი ფორმატი გვაქვს, ვიდრე შენ გეგონა. აი, მომწადე. აუ ეხლა. იცი რა არის, ეხლა თან მე მეორეს რო ვჭამ. დაანსულია. იაგამი ლაითი. ჯოკერი. დოქტორ ჰაინც დოფენ შმიცი. ვინ არის? ჰა? პეინი. კითხვა რა იყო? საუკეთესო ბოროტმოქმედი გამოგონილი სამყაროში. იგულისხმება ფილმები, სერიალები, ანიმეები, ანიმაციები და შენ მართლა გაინტერესებს ხო რა იყო კითხვა? არა, მე ეს ვინ არის ეს? გაგახსენებათ ეხლა. აბა, ის ანიმაცია. შეგოიცი. ის ანიმაცია გეცოდინებათ ეხლა. ფინესი და ფიბი. ფერბი. პერი რო არის. პერი დი პლანტაპუს? არიცით ბიჭო? ასე კაი. გონზე არ ვარ. ეს არის ანიმაციის ერთ-ერთი ბოროტმოქმედი რა და ძალიან გადაობა არის და ესე საუკეთესო რატო ეგ რო აგვიხსნა? საუკეთესო გადაობა არის და პროსტა გადაობა თუ დავწერე. არ არის საუკეთესო ესე ანუ გეტყვი რატო არის საუკეთესო რა? ყოველ ჯერზე, როცა ამ რაღაც ცხოველს ნახავს, პლანტაპუსი არის ეს ცხოველი, მაგრამ თუ ქუდი არ ახურავს, ვერ ხვდება რომ ეს მისი მოწინააღმდეგე არის. და ყოველ ჯერზე მაგალითად შემოდის რაღაც აგენტის ფორმაცია, რაღაც გაჩვენე რა ცხოველიც არის და როგორც კი ქუდს იხურავს, მარტო ქუდს როცა იხურავს, მაშინ ხვდება რა და მე გაიძახის ამას რომ პერიდი პლანტაპუს. როგორ არის იცი? აქ სად არის ბოროტმოქმედება? ბოროტმოქმედია ეს დოქტორის ეს ტიპი რა. და სულობს რომ ამას ცხოვრება დაუნგრიოს და რაღაც მსოფლიო და საუკეთესო ბოროტმოქმედი ეს რატო? ძალიან ჭკვიანი არის. ძალიან ჭკვიანი უგეცინება. ძალიან ჭკვიანი. მე შენ დეზნოვის ნახი გაქვს? იაგამი ვაფშე რა ბოროტმოქმედი ჩემს მე მიმჟერლი მაგას. ოშ და კაი პერსონაჟი არის და
მაგაზე ცალკე ვიკამათოთ მაგაზე რა. სხვათა შორის გეთახმება. ხო, რა ის იაგამი ლაითი მე გადავები, ანუ და საუკეთესო ბოროტმოქმედში კაგრას შეიძლება ეგეც იგულისხმებოდეს მე. როგორც ჩემთვის ერენი ეგერი არ არის ბოროტმოქმედი, ისე არ არის იაგამი ლაითი ბოროტმოქმედი. ხო და ეს ბოროტმოქმედია სულ უნდა რომ სოფლიო დაანგრიოს და რაღაც თავისი იდეები აქვს რაღაცეები რა. ხა ძალიან ისე შეადარე შენ ამას ბოლოს და მაგრა გარეკა და გარეკა მინამ კლელი გაიჩითა და კლელი გაიჩითა ბოლოს ის ელი და ამბები და ის მაგარი კადრი არის ფექსრობას. მე არ ვფიქრობ რომ იაგამი ლაითი საერთოდ ბოროტმოქმედია. ანუ შენ ფიქრობ რომ მე იმპოსტერი ვარ? არა, არ ვფიქრობ რომ შენ იმპოსტერი ხარ. შენ უბრალოდ ეგეთი ასეთი გამოგივიდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბოროტმოქმედია. საუკეთესო ბოროტმოქმედში მე ვიგულისხმებ რომ ძალიან მაგარი ტიპი რო ხარ თან და არა ის რომ იმინა აი მაგათად ჯოკერი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი და აგრეთვე ვილანიც ერთ-ერთი საუკეთესო არის, მაგრამ აი საუკეთესოში მაინც უფრო ბევრი რაღაცა თვისება რომელიც ძალიან მაგარი ტიპი რო ხარ, აი უფრო მაგით წავედი რა. ეს ძალიან მოზგი მასტე იყო რა. და თან იცი რა არის იმას ბევრად კაი პასუხი აქვს ვიდრე შენ. ანუ იმის მართლა ბოროტმოქმედი არის. მე ჩემიც მართლა ბოროტმოქმედია. ეს ფენი მინჯანდება არ ვიცი და ნარუტოში არის? არ მოხსნა. აუ ეს ვინ არის მართლა ბორისა? ნარუტო არ გაქვს. არ მოხსნა. არ მოხდა. ხო და უყურეთ. ესე სო ბოდიში გავაგზავნოთ ერთი წუთით მეგობრებო. ანუ ნარუტოს უცბად რა აი სულ ორი წუთი რომ დაგვეღო. შენ გახანახი? არა, არა ვიცი. ვაფშე ის რო გავუშვა, რო ამოანათო აქ და ერთად რო უყუროთ. მე ერთი 10 სეზონი 790. მე ბორუტოსაც უყუროთ. ხო, არა, ბორუტო არა. და ხო რა შვება ეს ტიპი, რატო არის ეგეთი მაგარი ტიპი? ანუ ეგეთი მაგარი. ანუ მაშინ სპოილერი უნდა ვთქვა. თქვი კაცო რა პრობლემაა? არა, მაგას არა, უყურე, ვისაც ნარუტოს ეხა უყურებთ და ნანახი არ გაქვთ, სპოილერი იქნება თქვენ. ხო. ჯირაიას კლავს. ეგ მინდა ჯირაია მინდა. აუ ეს გამითხარითო. ბოდიში გიორგი, მაგრამ ეს უფრო სასაცილო პერსონაჟი მგონი, თან ეგრე აგვიხსენი შენს. ისეთ საყვარელი არისო. ვით მოგდება? გონია რომ შენ დასმულ კითხვას წემდი პასუხს რო გვიხსნიდი, ესე მგონია, მაგრამ 3 2 1 გიო. მე ვარ. რა იყო კითხვა? რა შენ თქვი იყო ჩემი. ეგ იყო. ო რა არის შენ, ანუ რომ სულელი, ანუ უფრო სულელი ბოროტმოქმედი რომელი არის? იცი ვინ არის ყველაზე კაი ბოროტმოქმედი? თანოსი. თანოსი არა ბოროტმოქმედი. ხო და ნახე, ეგეთი აი ვინ არის მაშინ? კაისერ სოზე ალბათ. 7 Usual Suspects. 7 არა, Usual Suspects. Kevin Spacey რო თამაშობს. დაგასპოილერო? მივხვდი რაზე. არ ლეგენდა, ძალიან ისეთი ლეგენდა ფილმი. ნანახი არა. იცი რა, შეიძლება 7-დანაც მეთქვა. 7-დან ის გითია კაი ბოროტმოქმედი ბიჭო. კაია ძალიან. არა, ხო, ნუ 7 მომაკვდინებელი ცოდვა, კი, მაგრამ ეხა ორი ისე ფილმი ძალიან ავადმყოფია. მე გაია. ორი კაი ფილმი გაჟღერდა, ამ წელს ვისაც ნანახი არ გაქვთ. წინათ ხო ლობსტერი გირჩიათ მიშა, მე გირჩევთ მაგ ორ ფილმს აქ Sevens და ამოვანათებ ორივეს რა. მესამე ჯერ ვჭამ ამას უკვე. შეგერგოს. რამდენი რაუნდი? კარგი გამეწერთ ამასობაში რა, როგორც ლაშა რაც ილაპარაკა, იმას გადავახუროთ. ლაშა სიტყვებს გაუმარჯოს. ზუსტად. მანდელა. მანდელა ვინ არის? ნელსონი? ნელსონ მანდელა. ვინ არის ეგ? მე ვინ არის მანდელა? კომუნისტი? კომუნისტის პონჩი არ დამეწერია აქვს ნებაც. მე რონალდო მიწერია. ემინემი. მერაბდვალიშვილი. კითხვა რა იყო? ადამიანი რომელიც ყველასთვის ინსპირაცია. მე მარტივად აქვს ნახე კომუნისტი ფეხებზე მყიდია. ანუ მაგ თემაში დავწერე რომ აი რამდენი ხანი იყო ციხეში, მთელი ცხოვრება ციხეში იყო ტიპი, მე გამოვიდა და აი ზოგადად ცხოვრებაში დაკამბეკები არსებობს რა და ძალიან მოწევს როცა ადამიანები ცხოვრებაში აკამბეკებენ რა და გამოვიდა და მე პრეზიდენტი იყო, პლუს ვფიქრობდი KFC-ის დამეწერა, ან JK Rowling-ი დამეწერა რა, ამ ორ ვარიანტს ვფიქრობდი რა. მანდელა ძალიან ისეთი ხო, inspirational ტიპი არის რა, თორე ფეხებზე მყიდია ხა მანდელა მაგ კუთხით რა, რასაც კოსტა გაიძახის მაგ თემაში რა. ეგ არის და ეგ ეხა მივყვეთ იქიდან და მოვყვეთ ასე და რა ვიცი ემინემი რა თემაში ინსპირეიშნი ემინემის ცხოვრებაზე ვინმე რამე თუ იცის კითხვა არ გაუჩნდება inspirational რა თემაში იმიტომ რომ ჯერექტი პირველი თეთრიგებია 8 მილი მაგრამ აი ხა ამ კაც ხედავ როგორ დავარ მეც მაგრამ მევასება ემინემი მევასება თვითონ რა ხო და ანუ ჯერექტი შავების მუსიკაში იმ დროს მოვიდა თეთრი ბიჭი რომელსაც მარტო იმიტომ აბულინგებდნენ და არ უსმენდნენ რომ თეთრი იყო ანუ კანისფერის გამო პლუს იქ დედაბოზი რაღაც საყლიდან გამოაგწა ანუ საშინელი ისტორია white power და არა ბავშვობაში ძალიან ცუდი ბავშვობაა გამოვლილი და
რაღაც დეტროიტის გეტოდან, აი უღარიბესი ტიპობიდან გახდა, ეხლა არ ვიტყვი ვინ გახდა ემინემი, ყველა მიცეს ვინცაა. აი, მოდი მეც ვიტყვი, ანუ მე წავშალე და ეს დავწერე და რატო? რეალურად მე ვარ ლიონელ მესის გულშემატკივარი რა. მაგრამ მე ალბათ განვეკუთვნები იმ მცირე ადამიანთა რაოდენობას, რომელიც ორივეს აფასებს რა. ანუ მე ვამბობ, რომ ლიონელ მესი უკეთესი ფეხბურთელია, და დაწერე რონალდო. მაგრამ დავწერე რონალდო, იმიტომ რომ კითხვა იყო ინსპირაცია და მე მიმაჩნია, რომ რონალდო არის შრომის ეტალონი რა და ეგ ადამიანი ხო აი ის არის დაფერთხილი ნიჭი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა უშრომოთ არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ აი ესე რომ განვიხილოთ რა ამ ადამიანის შრომას დღესაც რასაც უყურებთ და 2 დღის უკან გაგორიც ხო რა ანუ 40 წლის ასაკში ეგეთი ტიპი რო ხარ ანუ ყველასთვის მართლა სამაგალითოა რა მიშა შენ ვინ ყავს? მერაბი გავიგე ხო მერაბ პასუხი არის ძალიან მინდა რომ სტუმრად მოვიდეს ჩვენთან და აი ერთ-ერთი ის არის თუ ნახავ მერაბს ადრე აი ერთ-ერთი რასაც ვერ ვაკავშირებ რა აი შენ ვერ ხვდები თავიდან რა გეწერა შეგიძლია რომ მithemda შენ წაშალე პასუხი რონალდო მეწერა და რატო წაშალა? ის რონალდო გეწერა ბიჭო, რატო წაშალა? მეგაპოსტავა არ გაგახსენდა, ნელსონ მანდელა გაგახსენდა? ბიჭო, წავედი რონალდო ეწერა. ყველასთვისო და რავი, მაგალითად ამერიკაში ვისთვის არის ინსპირეიშნალი მეგაპოსტავა. ახ ნელსონ მანდელა არ აქვს ყველასთვის ბიჭო, უფრო არის მე ნელსონ მანდელა ყველასთვის ისა ინსპირეიშნალ ვიდრე მაგალითად, ნუ თუნდაც, ანუ მაგას ვიძახი რა, უფრო გლობალ ტიპი არის ეს რა. რონალდოც უფრო გლობალ ტიპია, ანუ ემინემიც უფრო გლობალ ტიპია. შენ თუ არ ხარ იმპოსტერი, მაშინ ვინ გგონია? შენ მე შენ გონი ვარ მე? იცი რატო? რატო რა? ანუ ყურე მე რონალდოს დავწერდი. და წაშალე. არა, მე იმიტომ წავშალე რონალდო რომ შენ გეწერა და არ მინდოდა იგივე თემა დამეწერა. მე გეტყვი რატომ გონი ხარ შენ იმპოსტერი. ჩემთვის რონალდო პირველი არის. მე არ მithქვამს რომ მესია პირველი ხო რა? შენ თქვი მესი არისო პირველიო საუკეთესო. როგორც ფეხბურთელი, კი. და დაწერე რონალდო. შენ ეს იმპოსტერი რო ვიყო, მაგას გავაკეთე და მაგას ვიტყოდი? ანუ შენ ეს მე რო იმპოსტერი ვიყო, ასე ავხსნიდი? ეს ის როგორ თემა არის? აი მანჩესტერის ფანმა რო ლივერპულის ფეხბურთელზე დაწეროს რაღაცა, ან აპაპაპაპაპა. არ ვიცი, მე უცნაური. მე არ ვარ არც ერთის ფანი, არც მეორის ფანი, მე ვარ ბაიერნის გულშემატკივარი. მაგრამ როგორც ფეხბურთელი მithumetes ბაიერნი შეიკლა რასაც ქვია ნოიერი აწამა რონალდო რა ერთხელ აწამა მაგრამ ზოგადად ბაიერს ყველაზე მეტი გოლი გაუტანა რონალდომ ნოიერს. ნუ გასაგებია მაგრამ მე ვაფასებ მაგ ადამიანს იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი ზოგადად ფეხბურთის ფანი რომ ვიღაცა რომ მოგიგებს 5-0 და აუ ისენი და პირიქით 5 გოლი კი არა 5-0 რომ მოუგეს უკეთესები იყვნენ და რონალდოს მე მართლა გულწრფელად ვაფასებ. მაგიტომაც წავშალე და დავწერე ეს, იმიტომ მანდე ვინ გეწერა? ლიონელ მესი. წავშალე, იმიტომ რომ კითხვიდან გამომდინარე ეს არის სწორი პასუხი. აქ რადგან ვსაუბრობთ ინსპირაციაზე რა, მესი ცოტა სხვანაირი ტიპია, даже აუტიზმის გარკვეული ისა აქვს სპექტრი აქვს მაგ ადამიანს, საწყისი ფაზა. არ არის ისეთი ლიდერული თვისებებით და რაღაცებით, ინტერვიუსაც ძლივს ართმევს ხოლმე. ეს ტიპი პირიქით რა, მამოტივირებულია და 40 წლის ასაკში სხვა ფეხბურთელები უყურებენ და იმაშვებიან და კითხვიდან გამომდინარე ეს იყო პასუხი. კაი, მერაბ დვალიშვილზეც აგვიხსენე. არა, მერაბი რა გინდა ეხლა? არა, ნახე უყურე, მე რონალდო ავხსენი, ძმა, მე გადავი. ბოდიში რო გეკითხები ძმა, თამაშობს. რონალდო ავხსენი და ორ კაც რონალდო ეწევა და მემადებს აქ ტიპი ხელს და მერაბზეც რო ჯერეთი მერაბი ხო იცით როგორ დაიწყო ხო, მშენებლობაზე მუშაობდა და ჯერ UFC-ში იყო, მაგრამ მაინც მუშაობდა. ძალიან ინსპირეიშნალ არის და პლუს კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ძალიან მინდა რომ აქ მოვიდეს და მაგიტომაც თან ნულიდან თავისი შრომით მიაღწია და აი ძალიან მაგარია. ან მართლა მაშინ არის ტიპი მეორე დამისახელეთ, რომელიც წელიწადში მეხუთეჯერ ამარცხებს იმას. ეხა დეკემბერშიც ხო, დეკემბერში ტოტრიანთან აქვს. და რონალდოც ევასება. კი. ხო და იმ გონია რომ არ დაშლიდა რა. მე მგონია რომ კითხა ერთადერთი მიზეზი. ანუ ნახე, შენ მანჩესტერს იყიდდი. მანჩესტერის გულშემატკივარი თუმცა ძველი მანჩესტერის გულშემატკივარი ხარ. წესით დარიგით რონალდო ხო უნდა გევასეოდეს ეგრე. ბოლოს აგვერია მე და მანჩესტერს და რონალდოს ერთმანეთში რაღაცები რა და ჩემს გასაგებია ყველაფერი 3 2 1 მანდელა ლაშა ხო არ გადავ რა ლაშა შენ თქვი გიორგი აუ მე არ ვარ ნახლად მოდი აღნიშნულობა გაერგვა მოდი ჯეირანი მიირთვით შენ იყავი ხო? მე ვიყავი შენ იყავი? კი
4-ში. მე წავაგე. და ეხა აუხსნი რატო გავაკეთე ეს? ჩესნა თამაშობს ბიჭო. სახე გაგვათალა რასაც მე ვია. მივხვდი უკვე ლოგიკას და უკვე მეც მივხვდი ხო, მაგრამ ის ხო იასნა. ბიჭო, აქ კითხვა იყო, შენ საყვარელი სპორტსმენიო რა? და ვაფშე ლიონელ მესი არ მეწერა, კობი ბრაიანტი მეწერა რა. შეხედე იმას. ანუ სად შეგვისრულო ბიჭო? წავშალე იმიტომ რომ რონალდო არის მე ანუ მართლა მაგრა ვაფასებ მაგ ადამიანს და მაგრა მევასება რა. ის მასტი რო გახდა რა. ზუსტად უნდა იყოს პატივისცემა, აი ძალიან თანაბრად რა. და დანარჩენი გემოვნების საკითხია. ზუსტად ხო, აი ვის სამხ რო გჭირს. გასლოგინე. ჯوارი ყო ეგეთი რა. რა ვიცი მე ცოტა მეტი მომივიდა თქო. შეიძლება. 5000 ლარი ალბათ დაახლოებით. 5000 პლუს. 10000 ლარი პლუს. მე 10000 მიწერია. კითხვა ვაუ. იყო. რა შემოსავალი უნდა გქონდეს საქართველოში, რომ სახლის შეძენა შეძლო? აქ სახლში ბინას იგულეს. ხო, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი რა ეხა. აბა გისმენთ. ვერ იტყუები რაღაც კარგად. სულ არ მჭირდება სიმართლეს მოვაპოვე და ვაგებ. შენ ხარ ჩესნი ადამიანი და შენ იტყუები და იგებ და რა ვიცი. მოკლედ ეხა ვიტყვი რა. მე წავედი როგორ ყიდვაზე იცი, აი ფული შეგროვება და ეგრე კი არა. სესხის გამოტანა, ყიდვა, თან რაღაც ნახა სესხში იყდი და სიტყვაზე თქვა დაუშვათ 1500 ლარის გადახაგიწევ სესხში და დანარჩენ თანხას საქართველოს იყენებ რა. დაახლოებით 5-დან იწყება ეს რეალობა. მე ეგრე მგონია რა. ბევრი ხა არის რომ უფრო დაბალ თანხაზეც რისკავს, როცა სხვა გზა არ არის, მაგრამ ფიქრობ რომ მინიმუმ 5 უნდა იყოს, რომ სახელი ბინის ყიდვა გარის კომოდი ასე ვიტყვი და თუ გინდა 7-დან იყო, მაშინ 10000. თუ გინდა 7-დან იყო რა. შედარებით 7-დან. ხო, ვიტყვი სესკი არის მურტალი რაღაც და აქედან გამომდინარე ჩემს გადარავინ არის ეს და ანუ სტაბილური შემოსავალი არის საჭირო აუცილებლად რა, აი სტაბილური. და ჩერისაც კი ეცინე. ხანუ ეხლა ასე. ბავ დაგაკმაყოფილად? კი. კარგი, აბა გისმენთ. შენ შემეშვი. რა უნდა ბიჭო ამას მოვიდა და სუმემადებს ხელს. მე აქ მიწერე ისე თანხა. მე მყავს ორი შვილი და ოჯახი მყავს. ხო, ეგ არის ხო. შენ უფრო ხო, მე ხვდები რა. შესაბამისად მე ხა ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ხო, ხო, ვფიქრობ. ხო. რა უბრალოდ იცი რა არის მე რაზე ბიჭო ეს არ გამომიდესო კიდე შენ კიდევ რა ვარ. просто კითხვას დაგისვამ და უბრალოდ ეგ რო ამიხსნა რა. აი 1500 ლარი დაახლოებით რა თანხა უნდა გადაიხადო, სულ რო 15 წელზე გადაანაწილო, რომ 1500 ლარის გადახდა მოგიწიოს რა. ანუ ესე იგი ძალიან პატარა სახსყიდულო. კი, ეგრე ვიგო. მე ხა რასაც ვიხდი, ეგრე ვთქვა? ანუ ეგ არ გეყოფა. 5 კი არა, ხო და მაგას გეუბნები, რატო მაგას ვფიქრობ. შენი პასუხი იქნებოდა საინტერესო. მინიმალურზე გავიგე. ორჯერ მეტი უნდა გეწეროს ალბათ შენ. მინიმალურზე სწორი ლოგიკაა რომ მინიმალურზე გავიგე. მინიმალურზე გავიგე. კარგი, შენ? მე ხა ჩემი კერძო სახლია და ხა ეგ ცოტა ისეთი არის. ხო, ეგ ცოტა სხვა არის. სხვა კატეგორიაში გადის ანუ. მეც 5000 პლუს მიწერია, მაგრამ მეც ნუ სახზე არ ვიფიქრე პირველი ფიქრი არ მქონდა, ბინა მქონდა პირველი ის და ბინისთვის, რა ვიცი, 5000-დან რო გაქვს ხელფასი, უკვე შეგიძლია იფიქრო რაღაც. ოღონდ უეჭველი სესკით უნდა იფიქრო, ხვდები? ხო, აბა ეხლა ისე ვერ დააგროვებ. 10-იც რო გაქვს, ეგრე ქეშად ვერ რა თქმა უნდა, ვერ ვიგებ. ვის აქვს ეგრე გადადებული ის რა? თან მით უმეტეს როცა ხელფასზე ხარ დამოკიდებული, ხვდები აი. ხო, თან ანუ ეს რაც ანუ თუნდაც ბიზნესიდან იყო შემოსავალი, არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მაგას. ხო, აი, თუ ეგ აქვს. რატო გიწერია 10? შენ დაოჯახებული ხარ? არა. არა. აი კაკრას ეგრე რა რომ გადაიხდის მაგრამ შენ NVIDIA-ს წილი გაქვს როგორც მახსოვს. ხო, NVIDIA-ს წილი მინდა რომ მქონდეს ხო. ხო და აბა გისმენთ? თან სესხსაც გადაიხდი და თან 7-დანაც იქნები რა და ბინასაც შეძლებ რომ იყიდო ორ ოთახიანი მაინც ერთ ოთახი. რავი, გააჩნია მაგრამ. ახლა ორივე ეს ადამიანი არ არის დაოჯახებული, დაწერეს 5-5. ამას უწერი 10. 10 პლუსი თან. ხო, ანუ გააჩნია სესხში რამდენს იხდი. რავი, მე უფრო ვიგულისხმობ მეეჭვება. სადღაც 3-მდე იხდი სესხში. ახლა მე მარტივი ლოგიკა მაქვს, აქ რატომ მიწერია უფრო მეტი, თორე მეც რაღაც მოჩი გამოყვებით რა. იცი რა არის? ცოტა გადამეტებულია რა. რომ აი რა შემოსავალი უნდა გქონდეს რომ შეძლო ბინის ყიდვა 8000-ად იყიდე? ძალიან გაჭირვებით იყიდი კი. 5000-ად თუ იყიდე? არა, ძალიან გაჭირვება. ანუ ძალიან გაჭირვებაში გასგულისხმობ, იცი რომ სესხში, იპოთეკურ სესხში ყოველთვის გადაიხდი დიდ თანხას რა. ხო და აი 8000 რო გაქვს, ან 5000 გაქვს შემოსავალი, მე გიოს ერთადერთ რამეში არ ვეთანხმები, რომ მეეჭვება 1500 იხდიდე ყოველთვე. ანუ მე მგონი ხო, გააჩნია რა თქმა უნდა. უბრალოდ მე ეგრე წავედი, მე ეგრე ვიფიქრე, რომ 1500-ზე ბევრად დიდ თანხას იხდი ყოველთვე.
ხო და აი მინიმუმ 10 რო გაქვს შემოსავალი რა, აი 7-ად ხარ ახლა, რავი 7-ს არ გადაიხდი, ხო? მე ხო იცი, მე რა შემოსავალიც მოგზაურანდეს ვიხდი და 7-ად სიმშვიდეზე არ მიფიქრე, ან მე ვიფიქრე იყიდვაზე რა, ლიჟბი იყიდო ხვდები? და ზღვარზე ხო, იგა. მე ვიფიქრე რომ აი თან იყიდო და თან ცოტათი სიმშვიდეც გქონდეს რა. თუმცა რაზე გვაქვს? ოღონდ აქ საქართველოში დავაკონკრეტებ, აი ამდენიც არ აქვთ მთლიანად ოჯახს. ხო, და ყიდულობენ სახლსაც, 1000 გაქვს შემოსავალი და 1500 ოჯახსაც არ აქვს, ეგეთები რომ ბინას ყიდულობენ კი არ არსებობს ეგ. ხო და ადამიანი მინიმუმ 10 რო გაქვს შემოსავალი რა, აი მე ვაპირებდი სადღაც 6-დან 10 10 ესე უნდა დამეწე 6 ტირი 10, 5 ტირი 10, ანუ ამ რეინჯის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ну ბოლოს ახლა ოჯახური მდგომარეობა რაღაც სახლის გადახდის თემაშიც აი 10 დავწერე, მაგრამ მე ვთვლი რომ თუ გაქვს შენ 5-6000 შემოსავალი და მით უმეტეს დაოჯახებული არ ხარ, შეძლებ, უეჭველი შეძლებ რა ბინის ყიდვას, აი ესე ისესხი. და 10 პლუსი მაგიტომ გონია საეჭო. კაი, არ ვიცი, აზია ვარ და. 3 2 1 კოსტა. არ ვარ მე. მე ლაშას დავალებ ხას. არ ვიცი. შენ ვინმეს და? შენ ვინმეს დაადე? ლაშა იყო. ეს არის. უეჭველი ეს არის. ეხლა შევწული, ეკაი ბოზობას აკადე. შეცვალეთ, კაი მიშა, არა ვარ იმპოსტერი. აი, მიდი ჯეირანი თამაში. 3-ში. რატომ 3-ში? კოსტას აქვს 2 ხმა. არა, ხო. რანაირად? მე და მიშამ დავადეთ ხო. კოსტას. მე არ დამიდია. კაი, ხა იყავი? არა. ვინ იყო? მე ვიყავ. აუ, შენ ეს ვაფშე რა შუაში იყო. კოსტა გამიმართა რა. აი, იყო შენი კითხვა ისო და დავიღალე, მე 5 უნდა ვჭამო, რა იყო შენი კითხვა? რამდენია კარგი შემოსავალი ქართულ რეალობაში? აუ, ჩემი. აუ ძალიან ისეთ აი ვერ გაიგებ რა. ისეთი კითხვებია რომ მაგრა გაგიჭირდება. იმაში ხედე სახეს. რომელს ჭამო? გიო მაგრა დაიჭა გრავ გადაცემაში იმენა ჭამის პონჩი. მე 5-ში დავჭამ, თუ მე რამდენი არის ჩემი არა. აუ, ეს დედაფეთქე. დუალიპა. გორდონ რემზი. დევიდ ბლეინი. ფაფ დედი. იო, თავ გადარჩე. კაი, კაი. კითხვას რო გაიგებ? კითხვას რო გაიგებ? გავიგებ არა ვიცი კითხვა. ბაბა. უკაცრიელი კუნძულზე რომელიც სოვინ ადამიანთან ერთად ისუმეთი ხომ. ბიჭი, ხო, აი ზეთები გაგისტორდებოდა ალბათ, ხო? თავზე წაგისვამდა, კარგად ჯიგრულად. ბიჭო, ამ კაცმა დაამტკიცა, რომ არაფერ შუაში არ იყო. და არაფერ შუაში არა, 3 წელი მიუსაჯეს 4 წელი. ხო და იმისთვის არა რაზეც ამბობდნენ და ჰაიპი რაზეც იყო რა. მაგაზე არა. ხო, ანუ ის ზეთები პროსტა და ხონდა. მაგდროს ხო, პროსტა აი ეგ ვერ დაუმტკიცა. ეგ იფო რომ ნახე ეგრევე ვიფიქრე რომ ამ კაცთან ერთად კონსულზე წავიდო. მარტო იქნებოდი პავდიდისთან ერთად კონსულზე. უკაცრიელ კონსულზე თან. უკაცრიელზე, ხო, ის რო ჩაგეძინება რასაპირე. ეგ ან თუ შეგძინე. ზოგზე უწევა შეჭ. კაი, ისე ყავს, გინდა გაიმართო თავი? არა, ეს ვიხუმრეთ კაცო, მე შენზე კი არ ვფიქრობ. არა, რასი ძახი. აი, იცი რა არის? ეგა შენ იმპოსტერი არისო, უფრო ვიღადავ. აუ, ამიტომ ხო, შენ არ ხარ იმპოსტერი. არ ვარ. შენ რა თქმა უნდა არ ხარ. ბიჭო, არ ვარ, იმიტომ რომ ნახე, ეს კაცი გამართლდა ყველაფერში. ხო. და ერთადერთი გაშის ბრალი დაედო, იყო სექს ტრაფიკინგი რა. მის ეინშტაინიც ხო არ გინდა მანდვე იყოს არმე. და აინშტაინიც ხო. ეგენი არ გამართლებულან, ეგენი არიან ნაბოზრები და ეს არაა ცუდი კაცი. ეს ამოჭერი და ედიტი გააკეთე. არა, არავითარ რასი ძახით. პავ დიდი რო არ არის, ცუდი კაცი მაგაზე ედიტი გააკეთე. კეთილს იგესე გაუმარჯოს ფაფ დიდის. ისე ლოგიკა ერთნაირი რო აქვს ამას და დუალიპა. უბრალოდ ხო. სვაიპიდან შევდივარ. ჩემი პასუხი მაგარი არის, გორდონ რემზი რა გინდა. ბიჭო, მოამზადებს რამე ეს? არ თუ არ მოამზადებს და პავ დიდი დაემართება. პეტრი მავდიდი გაიჩიტება. მაგას საჯებას მოამზადებს, ის არის. მითხარი შენზე. დევიდ ბლეინი. ეს არის თვინ არის? არც გაგიგიათ დევიდ. მენტალისტი არის. საუკეთესო ილუზიონისტია დღესდღეობით რა. და მაგარ ბევრ რაღაცას ვისწავლდი ამ ადამიანს. ხო, აი კონსოლზე ხარ და სხვა რამე გავაკეთო. იცი რა? ჰოპა, გაქრა საჭმელი. რაც არ უნდა სისულელე გითხრათ, ყველამ კარგად ვიცით ვინ არის იმპოსტერი, მაგრამ მე მართლა მაგ რატო იცით? აუ იცი მაგას რო დიდი არ დაეწერა, ძალიან ზღვარზე მიდიოდი რომ იცოდი. რატო ეს წამს ანუ? აი სადღაც რო ის არის, საჭმელს რო გაგიქრობს და მე შენ მიტილდები და ვა რა გააკეთა და ისო ჭამს იმ საჭმელს. ანუ მე მეც ვისწავლდი და იგივეს უპასუხო. გაქრა. არა, პროფესიონალურ თემაში შევიდა. რა თქმა უნდა. საჭმელი, მე შენ იცოდი გამრავლება. ხო, გამრავლება ადამიანება. ხო. ჩემი კითხვა იყო რომელი სელებრიტი არ მოგწონს?
ან მესიზე. გაჩი. მან რა ვთქვი ხა ისეთი. სულ ეს იყო მეგობრებო, ბოლოს თხოვება ხო არ გაქვს ჩვენი გამოცდილებისთვის. ბოლოს თხოვება მომზადებული მაქვს თუ არა? ხო, ეს ტექსტი რაც განმომიგზავნე, ძალიან გრძელი იყო და გზაში ვერ მოვასწარი. უბრალოდ ვიტყვი რომ მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ და თუ მოგწონთ აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო. კი, კარგი იყო, ძალიან სახალისო იყო. სხვათა შორის რომ უყურებდი ვიდეოს, ზუსტად იგივენაირად ვხალისობდი, როგორც ანუ ეხა უფრო ვიხალისე, მაგრამ ეგ სიხალისე იქ არ იკარგება რა მაყურებლის პერსპექტივით და მაგრა ასწორებს რა. ცხარე ხო ეს დაფეთქებული. კი, ძალიან ცხარია და ხო, ამა იქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან კარგი სტარტი გაქვთ და აუცილებლად გააგრძელეთ. უეჭველი გავაგზავნოთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვერას.